აი ხარიელია. გატუნებოდა ის თეატრი და აი ხარიელია. მე გააკეთე. თქვენ ხარასას არის და ის. გამარჯობა. როგორ გძალდებით? შევხვდებით ერთმანეთს საბედნიეროდ. დავხტები რა? დასთან დაკავშირებითაა შეგრებელი. ვაშავებთ? აღაშავებთ, ჩვენ პოლიცია ვალდებულია. ხალხი რა არის შეგრებელი, ვალდებულია შევეკითხოთ. როგორ არ მოკამაკის მოვალეობა ისა რომ მივასწრებთ. რამე აქციის აქცია ხო ვისი აქცია ხო გაიგებავი და ვინ არის კომპეტენტური რო გავიმართო კომპეტენტური ვინა თქვენ ხელმძღვანელები აქცია ყოფილა გავიგებდა რასთან და არა აქცია არ არის ეს არის პლაკატები უნდა გაიგრას არჩევნებთან დაკავშირებით პლაკატები არჩევნებთან დაკავშირებით თქვენ პლაკატების გაკვრა აკრძალული არის ქალაქის ტერიტორიაზე თუ არ არის საამისოდ გამოყოფილი ადგილი. გასაგებია. თქვენ იცით რომ მუნიციპალიტეტის დადგენილება არსებობს რომ ღობეებზე არის ეს დაშოვა. თქვენ გაქვთ ეს დადგენილება ხა? წარმოადგენთ. ისე თქვენც უნდა იცოდეთ. ჩვენ წარმოგიდგეთ ბუქს, რომელიც არის ადმინისტრაციული სამართალდაკავი. კი არის. მოიტანე ერთი ჩანთა. მუხლი, რომელშიც ესე იგი წერია რომ 150 მუხლის თანახმად ქალაქის ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილებში, სადაც არ არის გამოყოფილი ამისათვის ადგილი, არ შეიძლება არც პლაკატების, არც სტიკერების, არც ისე იგი ბანერების გასაგებია. ეს ნახეთ, როდესაც ამას აკეთებ. ბატონო, ერთი წუთით მე უყურებ, მე ეხლა გეუბნებ, თქვენ ხო კითხვა მომეცით. რასთან დაკავშირებით გქონდათ საუბარი, ხო ესე კითხვა იყო. მე გაგიმართე. მე რომ მენახა, მე ვიც ნახე, აი თქვენ რომ მიმართავთ. ამავე დროს გეუბნებით თქვენ. გასაგებად მე გასაგებად გესაუბრებით თქვენ. მე მაშინ ესე პლაკატები არის თუ არა? ჩვენ გაგავტყიდეთ. გასაგებია ხო? სადაც აი, მუნიციპალიტეტის ჩვენი მანქანები. ახლა მხარეს მოვიყვანთ თქვენს მოგვარეს. სადა რო ხაზებს გამდები. მე დასავლეთელი ხარ. დასავლეთელი ხონიდა. ის თუმცა ჩვენს დაიკრა ეს პლაკატები. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, მე განმარტება მოდეჩით. განმარტება არის ესე იგი, მე მგონი გასაგები. არა, გასაგები არ არის. განმარტება მუნიციპალიტეტის დადგენილება. კიდევ ერთხელ გეუბნები. მე მუშაობ სამართალდამგევართა კოდექსის მიხედვით. ეს ერთი, მე მუშაობ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. იმიტომ რომ ვარ პოლიციელი, მოვალეობა აქვს ჩემს შესაძლებლობაზე. მე გაჩვენებ, დადგენილება. კიდევ ერთხელ გეუბნები. მუნიციპალიტეტის. კიდევ ერთხელ გეუბნები, ხა მე მომისმინეთ. მე კიდევ ერთხელ ხა მე მომისმინეთ, ხო გისმენ. თქვენ შეგიძლიათ გვარი ჩემი აგერ არის. შეგიძლიათ ესე იგი რომ თუ რამე ესე განმარტება არ მოგწონთ და მიგაჩნიათ რომ არ არის კანონის შესაბამისად სასამართლოში შეგიძლიათ მიბრძანოთ ჩემი გვარი. შესაბამისად მე ვიცი. შეგიძლიათ სასამართლოში შესაბამისად შეიტანოთ საჩივი. ბატონო, გაჩვენებთ მუნიციპალიტეტის დადგენილებას. მე მეც პოლემიკაში ვერ შემოვა. მე პირადად გაგიმარტეთ კანონის შესაბამისად. მე პირადად მე ვიწყებ გაქრას და თქვენ რასაც გააკეთებთ ახლა. აი, შიდან გადავიდეთ ყველანი. დისკრიმინაციაა. ნიკა მომძალდი შეიძლება? მე ვარ. რუხავზე თქო ბატონო რუხავ. მე მაგ არტისტებს ხერხი კიდევ ერთხელ გაგიმართეთ.
და ალბათ ვერ გაიგეს თორემ. მე თქვენ უნდა გაჩვენოთ საკანონმდებლო. გავიგე, მაგრამ ეს ადმინისტრაციულ სამართალ დაგუათა კოდექსი. გავიგეთ. მე გაჩვენე კოლპიტან მოდანით რო გელაპარაკეთ, რა წესია ეს? შეგეძლოთ ამას წაიგეთე. გელაპარაკებით და წესი არ არის როგორც თქვენ იქნებ. მე გაგიმართ. მეც მინდა გაჩვენოთ. პოლემიკაში მე ვერ შემოგვიყვება. რა გაჩვენოთ? მოიცით თქვენ. კი, როგორ არა? აბა თუ იცით, კითხვა მაჩვენეთ რა წერია. სად აქვს საარჩევნო პლაკატები და წაიკითხეთ თქვენ თვითონ რა წერია. და აქვს გაპრისუფლება სადა. სამშენებლო ტერიტორიებზე შემოსაზღვრე დროებით ღობეებზე. ადმინისტრაციული სამართალდამკვირვებელთა კოდექსში ჩვენ გვიწერია, რომ ესე იგი ღობეებზე, ზამორებზე, იმაზე, რა ქვია, არტერები და ნახატები. სტოლბებზე და თუ ამისოთ გამოყოფილი ადგილი არის შეგიძლია მოიტანა ასოთუზად. აგერ არის, წავიკითხოთ, აი, სხვადასხვა სახის არტერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებული შესრულება. შენობა და ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე და ხენარგად. ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. ბატონო, არ არის გამოყოფილი. საამოსოდ არის გამოყოფილი, აქ სად არის გამოყოფილი. საამისოდ გამოყოფილი. ბატონო არა, ნუ მე გეუბნებით, რომ თქვენ ამ შემთხვევაში, როდესაც მე დავიწყებ გაკვრას, თქვენ არ ღვევთ კანონს. ჩვენ მეც გავხდით. მე ხა დაკრული იქნება კანონ დარღვევა. მე როდესაც დავიწყებ პლაკატების გაკვრას 150 მუხლის გეუბნებით, რომ გამოყოფილი ადგილი არ არის. გამოყოფილი ადგილები არის სწორედ ის ადგილები, სადაც არის სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრული. აი ეს არის ის ადგილი, სადაც სამშენებლო ტერიტორია. ეს არის სამშენებლო ტერიტორია. ჩვენ გაგაგებით. თქვენ ასეთ შემთხვევაში არ გაგვთ კანონის დარღვევას მივიღეთ შესაბამისად. გაუწევ მოიტანო. აი აგერ გაზის კალონკების საკეთებარო ეს რატოა გაზრული? ეს აი ეს გაზის კალონკების საკეთება დადასტურია. აი ეს რატო არა ტელეფონის ნომერი აწერია ეგრე. პოლიციელის არ ხელოსნობის წარმომადგენელი ხარ, ან კითხი ამარ. თეატრი წერია. არა, კაცო. შენ ხო ძალადობისკენ არ მოუწოდ. და всё. დავაკრა. შანსი გაიხოვეთ ახლა. ხანას დეპუტატია ბოლო-ბოლო, ხო? ვერა? ჩვენს უფლებებს არ გვაქვს ფაქტიურად. იმ უფლებებს რომ უფლება გვაქვს გავაკრათ პლაკატი. ჩვენ გაგაფრთხილეთ არასდროს გვაფრთხილეთ. ტელეფონის ნომერი აწერია სამართალ დამრღვევის. ტელეფონის ნომერი წერია სამართალ დამრღვევის. დაურეკეთ და დააჯარიმეთ. მერე დაგვაჯარიმეთ ჩვენ. ნომერი წერია შავი თეთრზე. ასეთი არ გა. ნომერი წერია შავი თეთრზე. სამართალ დარღვევა არის. თქვენ ხო პოლიციელი ხართ? სამართალ დარღვევა არის. კი ბატონო. მოვდანდი თქვენ და მაინტერესებს როგორ დამაგდეთ. დეპუტატს როგორ დააკავეთ საინტერესოა. უყურე ამაში. სასამართლო არსებობს. საჩივარ შევიდა. სამუშაოდან გავამთავისუფლებიოთ თუნდაც და ჯარიმებსაც გადაგაგებია. აურეგეთ და გამოიძახეთ ის ვინც ეს გააკეთე. არეგეთ ეგ არა. გამოიძახეთ ის და უყარ. ისე გალერი. ტილო არა გაქვს ტილო. აი კალა.
ბოლზან გასაუბრებოდნენ და საქართველოს პოლიციას. ბატონო შოთა, გაემორჩილეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაემორჩილეთ შეწყვიტეთ აღნიშნული ქმედება, გაემორჩილეთ პოლიციის კანონიერ ქმედებას. მობძანდით. წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ, წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ, წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ. თქვენს მიმართ ჩადენილია სამართალ დარღვევა. მობძანდით. მობძანდით. Volkan, mანქანაში, Volkan. კი ბატონო, დია. ბატონო, მანქანაში. ხელი ამოდი გაიწვი. თქვენი საბუთი ეხლავინეთ. თეორია შეგედით. ჯონი, წახოლე. მე ადვოკატი ვარ. დია. ირადობის მოწმობა გინდა თუ ჩემი დამადასტურებელი? საბუთი მინდა თქვენი დამადასტურებელი ეს არის. ირადობა. მანქანის იქით არა ვარ. მანქანა უსწრაფო. ეს არის მოწმობა. დაგვაცალეთ ერთი პატრიცემულო ხელს ჟურნალისტი ვარ და მე მიშტით ხელს. გადაბძანდით. ხელ გადაბძანდით, იქ კაცო ვერ გავიდე, მანქანა რა თქოს? არა, დამშვიდი შეერგავს. ჟურნალისტი ეს მანქანა ისედაც დაკეტილი გაქვს. მე მიშტით ხელს. ჟურნალისტი ვარ და მიშტით ხელს. პატრიცემულო ხელს გვიშლით საპატრულო პოლიციას. მიბძანდით, გადაგებას არ გვიშლით, მიბძანდით. იქიდან ვერ გადავიკებდა იქიდან მიბძანდით, ხელს გვიშლით. ხესთან გავარკვევ. ხელს გვიშლით. გადაბძანდით. მე ვარ ჟურნალისტი და სამუშაო შესაძლებლობას არც ბირკა არაფერი არ გაქვს თან. მიბძანდით, პატრიცემულო ხელს გვიშლით. ხელს გადაბძანდით. არ იქიდან ვერ გადავიკებდა მიშტით ხელს. მიშტით ხელს. ნუ მიშტით ხელს. მე გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი. ეს დამადასტურებელი დოკუმენტია თქვენ? დია. არის დამადასტურებელი. ირადობის მოწმობა გინეთ. ირადობის მოწმობა. ეს არა, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი და თავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ მევიდა. გასაგებია. ბატონოში. დია. ირადობის მოწმობა. მე რა გეტყვი? კი ბატონო, ირადობის მოწმობას გამაჩნია და გაჩვენებია. ეს არის ირადობის დამადასტურებელი. კი ბატონო, წარმოვიდგინეთ ბატონოში. დია. თქვენ პოლიცია. კი ბატონო, პოლიციელი წარმოვიდგინეთ საბუთი. თქვენი დამადასტურებელი. ბატონოში და საცხოვრებელი მისამართი. ფაქტიური თუ იურიდიული? იურიდიული ფაქტი. ის ქუჩა ნომერი 4, ეს არის იურიდიული მისამართი, კოპულეთის ქუჩა 34-37, ეს არის ჩემი მისამართი. მისამართი ფაქტობრივი. დია. 5 წუთი შეგაყონებ დაგვირგვინოთ. დია. გადავტოვოთ ტროტუარის დავტოვოთ? არა ვისეუბრებით, ვისეუბრებით. ტროტუარზე გაბრძანდი. ხო, რა ადვოკატი ვარ მე. ესე გადაიყვანე ეს კაცი. სავანაცილიდან ადვოკატებს უნდა გადავიყვანო. პატრიცემული. რაზე მოგთხოვათ ადვოკატმა? ვინა? ადვოკატი მოითხოვა? ვესაუბრებით მოქალაქეს. საპატრულო პოლიცია ვესაუბრებს. ის ადვოკატი ბრძანდები? წარმოგვიდგინეთ ორდერი წარმოგვიდგინეთ რომ ხართ მისი დამცველად. არ შეიძლება. ში ოფიციალურად. ადვოკატი. კუიძა. ეხლა როგორ მოიტანს ადვოკატი? ეხლა საიდან მოიტანს? თქვენ მოითხოვეთ ეხლა ორდერი. ზეპირი ხელშეკრულებაა. ბატონოში. ესაუბრებით ნორმალურად. ხო, მაგრამ არ გვაცნობთ იმას, რომ მე არ გაწვით გავარდით ეს დოკუმენტი და თქვენი გეტყვით. ზანება ახლა რაცო. იდან გადასვლა მოვითხოვ. კი ბატონო, გადავიდეთ. არ შეგვიშალოთ ხელს. არ გადავარ. ხოდა თქვენ გახართ იქ ჩვენ არ გავარდით, ჩვენ აღიდგავართ ტროტუარზე. ვი ჩვენ სას? არ ვარღვევთ? თამაზე ჩვენ არ გვექთ მეთქი ჩვენს უფლებას. არავინ არ მოვიდეს უფლებას ვიცოცხლებს. ადამიანი ვინც ესე იგი ხოდა არ მაძლევენ საშუალებას შენთან მოვიდა. თქვენ აფიქსირებთ რომ მე არ ვეთანხმები პოლიციის გადაწყვეტილებას. გასაგებია. თქვენ მომიგოთ კიდევ ერთხელ გეუბნებით. თქვენ გახსოვთ ასეთი იქნება.
ასეთ იქნება რა. მე ვიტყვი რა თქმა ეს ის არა, ეს თქვენ გააკეთეთ, როდესაც უამრავი პლაკატია გაქრული და მაინც და მაინც იმ პლაკატზე ქონდა რეაქცია, რომელიც ვერ გავაკეთეთ. მეც ასევე გილობიანა და გვითხოვდა გელაპარაკო. მას ვაკეთებ დაუნერგებულობა რა. თქვენმა თანამშრომელმა გამოვაყენა. თქვენმა თანამშრომელმა არა მე იმასა მოგიწევთ. თქვენმა თანამშრომელმა მითხრა აქეთ გამოდის ამ მოგიწევთ და გადავიდეთ იქ და კიდევ ერთხელ ვიძახეთ. კანონის პარგლებში, კანონის ჩარჩოებში, კანონ დაშვებულ ესე იგი ჩარჩოებში მოვიქცეთ ყველა. და დავემორჩილოთ ერთი წუთი. დავემორჩილოთ პოლიციელების კანონი მოთხოვნა. თქვენ დაარღვიეთ კანონი, მე გაგიმარტეთ თქვენ. არა, მეც გინმარტოთ. თუ თქვენ ლაპარაკობთ, ესე მონოლოგი ხო არა გქონდა? არა, მე ვფიქრობ, რომ თქვენ დაარღვიეთ კანონი, როდესაც მე უფლება არ მომეცი დავიგებ, ანუ დამამთავრებინეთ აზრი. თქვენ დაარღვიეთ კანონი, როდესაც მე უფლება არ მოვაკეთებ აზრი დამასრულებელი. თქვენ დაარღვიეთ კანონი, როდესაც მე დეპუტატს არ მომეცით უფლება გამეკრა პლაკატი. თქვენ დეპუტატს გაგიმარტეთ კანონის შესაბამისი ესე იგი მოქმედება თუ როგორც არის. და თქვენ ვერ იცით რომ არ იცით მათი გადავიდეთ. სად გადავიდეთ გადასულები ვარ მეტი საწევია ტროტუარზე ვარ კაცო ახლზე ნუ იქ სადავაზე არა ვარ სადავაზე არა ვარ თქვენ თუ არ გეუბნებით ბატონიშვილი და რატო გვეჭდებით მოვიყვანე და ბატონიშვილი და მამის სახელი მე ამირა ფაქტობრივი მისამართი არის ქობულეთის 32 დრო 34 დრო 34 ქალაქი თბილისი კარგი ფერხდება ეხლა მოძრაობა გიო თქვენს გამო მოქალაქეებს მოუწოდეთ და ჩვენ კიდე რა დავარებოთ აი ესა ძიმა ბავშვები რა დაბნეულები ხართ კაცო რა პროცედურას ვატარე მე უნდა დამაკავო ამოწმობის თუ რა პირველად გადავ სოწოს წამში არა რა პაკავება აღარ იქნება ერთობას გიგულობ თუ ბატონიშეთა ბინას თუ მე გითხარი რომ მარტი აქ იყავით 35 დრო 37 ბინა 7 ეს არის ფაქტობრივი ეს არის საცხოვრებელი და თქვენზე იურიდიული გითხარი ეს ბინა 7 დაწია ეხლა ფილიას ხუჭა იგივე ფილიას აფხაზი რევოლუციონერი იყო კომუნისტებმა და ნომერი 4 ეს გამოვიდა ნომერი 4 ეს არის ერთო საფო ერთი უნდა თორმეტი ეხლა აქეთ ადრე გაშალე ერთა აი გეგა გაიშალე თუ გაარეგულირებო მოძრაობაო რომ დავაგზავნოთ და წერმოდურა ეხლა დაუშვათ ან მეორები თუ ახლა მე აი ჯარება გამოწერეთ ჯარება გამოწერეთ არავითარი ჯარება აბსოლუტურად არავითარი ჯარება საქმიანი რამე აკეთებ რა ვიცხებია ჩვენი დასაცავი იქნებით მალე რა ძალიან გამიხარდა მოქალაქეები დაგუწავა ხო მოქალაქეები ვერ გიტანენ წესასე მოაკეთებ რა ერთ ადამიანის მასე ხო შეიძლება ხო რა და არ მაქვს უფლება ჩემს უფლებას მირყვე აკა გამოვარდა უსწავლო დახე მე კანონს ვიყიდოთ ერთგვაროვნა რა ვიცი ახლა მინიქნება მართალი გავარკვიოთ სასამართლოში სანამ შუშის სასახლეში არ გავაკრავთ მანამდე ის რა გვარია? იცემულო თქვენი სახელი გითხარით ერთი წუთი მოგვაქციეთ ყურადღება. ხო, წინადება არ ჩაუდენია და რა ჩაუდენია? არა, ალხას პატარაი ბატონო მალხა. ჩვენ გავხიდეთ. თქვენი მხრიდან კანონის ისაა. ბატონო ჩემო, კიდე მოუწოდე კანონის შესაბამისად რა. კანონს დაემორჩილეთ საფათრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ხო, ნუ დაარღვევთ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსი. განმარტება რა არა, შენ რას ფიქრობ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით? თქვენი მხრიდან დარღვეული სამართალ დარღვევა კოდექსის შესაბამისად მოვიქცევით თუ დავარღვია კი ბატონო თუ დაარღვევთ კი ბატონო თუ დავარღვია კი ბატონო ჩვენ გავხდით და მოგიწოდეთ პატივცემულობა გასაგებია მესმის ნუ დაარღვევთ მესმის მაგრამ კანონ რომელ კანონს ნებისმიერ ფასადზე 150 ფასადზე არის არა ფასადი აი დიმა ხო ეს ფასადი არ არის ესა ღობე ზამო ფასადი აი ეს არის აი კანონის შესაბამისად კი ბატონო იქცევა სამართალო მიეცეთ შესაძლებლობა რომ გააკრას
არა მანქანაში რა აგერელი მანქანაში ანუ აკავებ დავიწიოთ თელს მუშეგვიშლით ჩვენ მეც არ შემიშალოთ ხელი მეც არ შემიშალოთ მუშეგვიშლით მეც არ შემიშალოთ აკეთეთ კარი წავიდა დაუშვა მანქანაში არაშო ესე სადმიკავ გავიდა მანქანა მანქანა წამოდი დავედი სადმიკავ გავიდა გავიტალე კარები დაუხურეთ კარები სადმიკავთ რომელ გაყოფილებაში გეტყვით აი ხო გითხარით გეტყვით მოგახსენებ ჯერჯერობით აქ არის ახლა გჭირდება აი ხო მითხარით სადაც სადმიკავთ გავარკვევ გეტყვით მითხარით კაცო მითხარით ადამიანი არის სრულწლოვანი ვისაც ჩათვლის საჭიროთ იმას გავაგებინებთ მე ვარ ჟურნალისტი და ვითხოვს მითხრათ სად მიყავთ ვის აქ თქვენზე მე ვის მიმართო კაცო ვის სად წაიყვანეთ გაიტაცეთ თუ რა ხედება მითხარით აბა სად წაიყვანეთ ხო უნდა მითხარით სად წაიყვანეთ ვერ გადაცემას აკეთებთ ადამიანების თუ რა მითხარით სად მიყავთ კაცო ვითხარით ესა გადაცემო რომელ სამართლობაში გასა ადამიანი მიდარჩება მანქანა ისა ბორო სადაა ბორო აი ისა გადავიდეთ ისე ვიტებო სადაც საჭიროა ხოდა მე მოვიდე მას მოსაპირებდა მაგითო დაგველოდეთ მაშინ დაგველოდეთ და გეტყვით სად იქნება 5-7 მე დაგირეკავ დაგავებული ვარ დაგირეკავ დრო კამერიცის და არ საჭავაში მიყავ ახლა მე დამრეკავ ეს ორთაჭავაში სამინისტრო შუიზე გადაყავს ყველაფერი გალბატონებული და ვერ გაიგო 150 აი ეს არის დარეკავ ჩემი ეს გადაიღე რა ეს მიკროლი გადაიღე კარგად ჯანმრთელი სად ყავთ დაკავებული რა მდგომარეობაშია და რას ამბობენ როდის გამოუშვებენ თუ არა დააჯარიმებენ ეს პირველ რიგში უნდა ითქვას რომ ეს არის უნიათო ხელისუფლება რომელიც აბსოლუტურად სრულ აგონიაშია აკავებს დევნილს რომელმაც პლაკატი გაარკრა და ითხოვდა არჩევნებს სადაც ანალოგიური კი არა ძალადობის მოწოდების პლაკატებიც არის გაკრული რეალურად ჩანს რომ საკმაოდ დიდი შიშები აქვს ამ ქვეყნის კოლბის მმართველს. ამიტომ ჩვენ პირდებით მას რომ ანალოგიურ პლაკატებს გაუკრავთ მის სახთან და ექნება სერიოზული პრობლემები. რაც შეეხება დაკავებულს ის არის მანქანაში არ გადმოყავთ მანქანიდან გაუგებარია რა პროცედურას ატარებენ და ის სრული კანონის დაცვით იქცეოდა მას აქვს უფლება სამშენებლო ღობეზე მიაკრას პლაკატი. ეს არის ქალაქის მუნიციპალიტეტის დადგენილება. ჩვენ ეს დადგენილება გავაცანით სამართალდამცავ ორგანოებს და ამას ეს არ ყურადღებს. ასევე უნდა ითქვას, რომ ანალოგიურ პლაკატებს ვაკრავდი მეც, მე არა ვარ დაკავებული და ეს ადამიანი არის დაკავებული. ამიტომ ეს კიდე მეორე გაუგებრობა. კი ბატონო, რას აპირებთ იმ შემთხვევაში თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გაანთავისუფლებთ? როგორც ამბობენ, გადაიყვანენ სასამართლოში, იქ იქნება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ეს იმ პროცესს გულისხმობ რომ ანალოგიურ ქმედებებს მთელი თბილისის და საქართველოს მასშტაბით ვერ შეაჩერებს და ამ ხელისუფლებას არ მივცემთ უფლებას მწვანილში გაცვალოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მინიმუმ 2 საათი. სამის ნახევარზე იყო და 2-ზე შევიკრიბე. არის 6-ის ნახევარი. 3 საათი. ის სადაა ზე ორი დღე ვაკრავ ჩვენი ხალხი მე პირველად იმიტომ რომ გუშინ გადავწყვიტე აბსოლუტ გავაკრაძლო და დამიჯერენ დამიჯერენ ყველა კაი უცებ ჩაგწერთ გახსენე
აღარ მინდა ეს პლაკატი. აი რა პლაკატი. ჩვენ მაგის გავწერე ხედავ. 3 საათის განმავლობაში რასაკეთებთ მანქანაში და რა პირობით გაგანთავისუფლეს? 3 საათის განმავლობაში ვიყავი სულ ავტომობილში პატრულის. არ ყოფდნენ რაღაც ფორმალურ პროცედურებს. და იმ პირობით გამათავისუფლეს, რომ მათი შეტყობინებისთანავე გამოვთვალდები სასამართლო პროცესს. სავარაუდოდ ეს იქნება? სავარაუდოდ ეს იქნება 1 კვირის განმავლობაში. არა, ადმინისტრაციული ჯარიმა? დიახ, ადმინისტრაციული ჯარიმა არის, ადმინისტრაციული ჯარიმა 150-ე მოხდის ადმინისტრაციული სამართალდამცავი კოდექსის პირველი ნაწილი, რომელიც პატრულის აზრით თითქოს ითვალისწინებს პაკატის გაკვრის აკრძალვას, ამისათვის, ესე იგი, არა გამოყოფილ ადგილას. ჩვენ გვაქვს ამ საკრებულოს დადგენილება, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ პლაკატის საარჩევნო პლაკატის ნამდვილად არის საარჩევნო პლაკატი, საარჩევნო პლაკატის გაყრა შესაძლებელი არის მშენებლობის დამცავ ხორცს. ჩვენ გავაკარეთ ჯერ ბადონაშოთა მომაშხიო და ფინანსურად ეს რა ბრალდებოდის ჯარიმა? 50 ლარი. პირველი შემთხვევა 500 ლარი მეორე შემთხვევა. ეს ხო მეორე შემთხვევა. ერთადერთი მწუხლა რომ ამ ხის განმავლობაში სიგარეტი ვერ მოვწია და ბადონაშოთამ და ესე იგი მიშველა 2 საათის შემდეგ. მადლობა. არა, პირველია. მაგა ვერ გაცნო. ნახავ. მოთხოვნეს რომ ეს რა გააკეთეთო. არა, ლაპარაკობდნენ ესენი, ლაპარაკობდნენ შოთაზე დავაკავო. და მაშინ იყო მე რომ უთხარ რომ ამოვწურე თელევიზიის შესაძლებლობები როგორც აბოკადის ხო უნდა რომ ამასთან ერთად რას უპირებენ არ ვიცი ხო? ოღონდ ასე რომ მე მასთან ერთად მე იყო გადაარო შოთაზე გავებია ტექნიკურა სკანდალი და ეს იბანო მაგრამ მე ხო არა მე მიხდნენ და მე აღარ შენი მოვალეებნა შეგეძულებინა ისო შოთაზო დაკავდა იმიტომ რომ ეს იქნებოდა სუპერ სკანდალი ამიტომ მეთქი დამისხება მე ან აუხსენი ვაჩვენე ეს აკრებულო დადგინო რომ ზარი ჩამონათვალე რომ შენებლობის დამცავი ღობე ითვლება ეხლა შეეგროვა ამოდადი ესავე დრო დაკარგო ჩვენებლობის დამცავი ღობე ამა თითოეულ ამათამ დადგენებდა ხოთ მაცნობა ქონდა თუ არა ულება აქ გამიკრა პლაკატი ხო იქნება 3 დღეში ავრეკოთ რა სანამ იქნება